ძალიან განვიცდიდი 10 წელი გავიდა თან ახლა მე 20 წელს აღარ ვიყავი გესმის რომ კიდე 10 წელს გავიდეს რა მოხდა რა ვიცი რომ გიყურებ ეჭვმეპარება ხო და თელი ცხოვრება წინ მაგ თქო ვეღარ ვიტყოდი ხო აი ეგ არის სადარდებელი მე ასაგზეთ ვილაპარაკებ გეტყვი კიდე რა არის მთავარი ამ დროს ხო რომ მოასწრო რაღაცეები სანამ კიდე ხარ იმიტომ რომ არ იცი რამდენი ხანი ხარ და როგორიც არავინ არ ვიცი ზოგადად მაგრამ ასაკში მით უფრო ამაზე ფიქრობ რომ აი კიდე მინდა რაღაცა ცოცხალ ეთერში პირდაპირ ეთერში ვიმღერო რაღაცა გავაკეთო, კონცერტი გავაკეთო, იმიტომ რაღაცები შემიძლია სხვებზე არა ნაკლებად, მოდი ესე ვთქვათ რა. არავის უკეთესი შეიძლება პრეტენზია არ მაქვს, მე სიმღერის არ იყოს, მაგრამ არავის ნაკლებიც არ ვარ. ამიტომ მინდოდა სულ რა დასამალია რომ მინდოდა ტელევიზიაში აი ჩემი გადაცემა მქონოდა და ყოველდღიური გადაცემა ეს გამოწვევა ახლა ჩემ ასაკში ყოველდღიური გადაცემა ერთი გადაცემა არ ჩამიგდი არც ავატყოფობის არც რაღაც უდად გახტომის არ წნევა მე არ მაქვს და რა ვიცი სათვალე მე ამჭირდება და აქედან გამომდინარე მარტივად დავთანხმდი როდესაც შალვა რამიშვილმა დამირეკა და მითხრა რომ დღის გადაცემაზე ყოველდღიურზე შალვა მიცოდა რომ მე ამაზე ნერვიულობ. ახლა შალვა ჯერ კიდევ მეორე არხიდან ძალიან კარგად მიცნობდა და იცოდა მანაც ჩემი ახლა მონაცემები და შესაძლებლობები და ერთი-ორჯერ შემხვდა უთხარი რომ ძალიან მწუხვა რომ სახში ვარ, იმიტომ რომ კაი ახლა მიშას დროს მე თვითონ წავედი და მქონდა რაღაცა პრეტენზიები, მაგრამ ხოცნების დროს რაღაც არჩევნები როა და ყველგან რომ ეძახით და წინ რომ აყენებთ და კაი გოგო ვარ ერთი სამსახური რა გახდა კაცო ერთი ნორმალური გადაცემა ტელევიზიაში. უცებ დამირეკა პოზიციურად პოზიტივი იყო სამთავრობო ტელევიზია ლაღად და ღიად რომელსაც მე ვემხრობოდი მაშინ. აბა რა უნდა მეთქვა რომ არა მე წავალ იქა სადაც სხვაგან არა